ექიმი ორთოკინეზი თერაპევტი, პოდიატრი თამარ ჭიჭინაძე. მეგობრებო, როდის უნდა მობრძანდეთ ჩემთან კონსულტაციაზე და როდის უნდა ჩაიტაროთ ტერფის სკანირება? როდესაც ტერფი არის დეფორმული, ტყელტერფიანობა, ვარუსი, ვალგუსი, მაღალი თაღი, ტერფმრუდობა, პრონაცია, ჰიპერსუპინაცია, ჰალუს ვალგუსი, ქუსლის დეზი, ლიმფოვენური უკმარისობა, მძიმე ფეხის სინდრომი, ართრიტები, ართროზები, სპორტული დატვირთვა, პროფესიული დატვირთვა, ჭარბიწონა. ინდივიდუალური ღაბაშების სხვადასხვა პათოლოგიების დროს, რომელიც მზადდება კომპიუტერულ რეჟიმში. პროგრამული დამუშავების მერე სპეციალური ფრეზით იჭრება, აი ვიღებთ ესეც, ნახეთ როგორი ანაბეჭდია. შემდეგ მუშავდება გარეპირი და ეს არის ჩასაფენი სპორტულ ღრმა ფეხსაცმელში. რა თქმა უნდა, მოძრავია, შეგიძლიათ სხვა ფეხსაცმელშიც გადაიტანოთ. მასალას ვიყენებთ გერმანულს და ბელგიურს. პეტკადის სისტემები არის ერთ-ერთი საუკეთესო, რომელიც უზრუნველყოფს. დღეს ვისაუბრებთ უშუალოდ ბავშვებზე. რა ასაკიდან არის შესაძლებელი ტერფის კომპიუტერული დიაგნოსტიკა? ეს შესაძლებელია ჩატარდეს 4 წლიდან. საუკეთესო შედეგს ვიღებთ 4-დან 14 წლამდე, შემდეგ მუშაობთ შენარჩუნებაზე. როგორ უნდა მიხვდეს მშობელი სახლის პირობებში, ჭირდება თუ არა ბავშვს ტერფის კომპიუტერული დიაგნოსტიკა და ინდივიდუალური ღაბაში, რომელიც არის აი ესეთი ფორმის, იჭრება ყველასთვის ინდივიდუალურად. სიარულის მანერაზე, მეგობრებო, შესაძლებელია ტერფი ტრიალდებოდეს შიგნით, ეს ტერფის პათოლოგიების გარდა კიდე რა შემთხვევაში არის აუცილებელი ეს ინდივიდუალური ღაბაშები, რომელიც შესაძლებელია იყოს სუპინატორი, პრონატორი, ორთოკორექტორი. ეს არის ვარიკოზი ლიმფოსტაზი, ეს არის დიაბეტური ტერფი, ნეიროპათია, ანგიოპათია, რომ სადმე არ განვითარდეს წყლული. ეს არის ჭარბიწონა, ორსულობის მესამე ტრიმესტრი, ეს არის ხერხემლის გამრუდება, ყველა ხარისხი აბსოლუტურად წარმოიდგინეთ, როდესაც თქვენ ხერხემალზე მუშაობთ, ტერფი თუ არ დადგა სწორ პოზიციაში, რას ნიშნავს ინდივიდუალური ღაბაში? ისევ ამ თემას უბრუნდებით. ინდივიდუალური ღაბაში არის ფეხსაცმელში ჩასაფენი, შესაძლებელია იყოს სუპინატორი, პრონატორი, ორთოკორექტორი. ტერფის ყველა სახის დეფორმაციის დროს გამოიყენება. ეს არის ბრტყელტერფიანობა, ვალგუსი, ჰიპერპრონაცია, ვარუსი, ჰიპერსუპინაცია, მაღალი თაღი, ნამგლისებრი ტერფი, ყველა სახის დეფორმაცია მოკლედ აბსოლუტურად. შესაბამისად, კომპიუტერული დიაგნოსტიკა მოიცავს ტერფის სკანირებას ან პედოგრაფიას. ბრეკეტებს, როდესაც იკეთებთ თანგბილვის გასასწორებლად, ტყვა ზარმაცდება? რა თქმა უნდა, არა. მსგავსი სისტემაა ინდივიდუალური სუპინატორიც. ტერფს აყენებს სწორ პოზიციაში, ხსნის ჩივილებს, გიცავთ გართულებებისგან. ტერფი არ ზარმაცდება.